გადაცემა პროვინციალი ისევ თქვენთან ერთად ვართ. ამჯერად უკვე სტუდიიდან. Უსვლელი წამყვანებით მე ნანა ბაგალიშვილი და ტორესა მოსი. და ჩვენი უცვლელი ატრიბუტით ამჯერად პაატას კომპოტით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან კუკურის ალბიშვილი, რომელმაც 4-ჯერ დაამყარა რეკორდი საშუალო დაწესებულებაში და ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარი დავით ბეგიაშვილი, საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტი და თვითონაც რეკორდსმენი. იმედია დღეს საინტერესო საუბარი გამოგვივა, საინტერესო თემებს ამოვიღებთ. საინტერესო სტუმრები ყავს და შესაბამისად. ხო, გარანტი რაღაცნაირად გვაქვს. 24 წლის კუკურის სალბიშვილი ერთადერთი ქართველი მსჯავრდებული რეკორდსმენია. პატიმრობაში ყოფნის დროს მან 4 მსოფლიო რეკორდი დაამყარა აზიდვების უიშვიათეს სახეობებში. პირველად მან ცალთითზე 17 აზიდვაში ასრულა და უპრეცედენტო რეკორდი დაამყარა. რეკორდების მარეგისტრირებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია რეკორდსეთერმა ის აზიდვების ყველაზე უცნაურ მსოფლიო რეკორდების სიაშიც შეიყვანა. ამის შემდეგ მან ცალი ხელით 2-ზე 49 აზიდვაში ასრულა და ეგვიპტელი მუჰამედ ალი ზეინანის რეკორდი გააუმჯობესა. კუკურის სალბიშვილმა მესამე რეკორდი კვლავ ცალთითზე აზიდვაში დაამყარა და მან ამით საკუთარი პირველი რეკორდი 8 ერთეულით გააუმჯობესა. რაც შეეხება მეოთხე რეკორდს, მან იოგას პოზაში 49 აზიდვაში ასრულა და ამით მსოფლიოში უპრეცედენტო რეკორდი დაამყარა. რეკორდი დაამყარა ახალი კატეგორიის, რომელიც არის იოგას ერთ-ერთი პოზა ბაკასანა და ამ მდგომარეობაში შეასრულა აზიდვები. ასეთი რეკორდი ჯერჯერობით არავის დაუმყარებია მსოფლიოში. მისი მიღწევები აღიარებულია რეკორდების მარეგისტრირებელი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. კუკურის სალბიშვილმა სასჯელ აღსრულების დაწესებულება მიმდინარე წლის 1 მაისს დატოვა. მე პირველი შეკითხვით გადავიდოდი კუკურისთან, იმიტომ რომ რეკორდსმენია, თან 4 გზის, თან 4-ვე რეკორდი დაამყარა კუკური შენ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. წარსულში არ ყოფილი ვარ სპორტსმენი, ცოტა სხვა ცხოვრებით ვიყავი დაკავებული, არც მქონდა მატერიალური პირობები იმისთვის, რომ მე სპორტის გავყოლილიყავი და არც იმის ფიქრი არ მიმაწუხებდა, რომ მე მაგალითად 20 დღეს სპორტით დავკავდებოდი. შეიძლება ითქვათ ისეც, რომ მე რომ ციხეში არ მოხდალიყავი, შეიძლება დღეს ცოცხალი არ ყოფილიყავი, მქონდა ისეთი პირობები, პატარაობიდანვე არასრულწლოვანი 10 წლის ასაკში დავუპლდი და მამა ჩემი მზდიდა რა. გისავსებს მიღმა როცა აღმოჩნდი, რამოდენიმე წლის შემდეგ ჩემ თავში დავინახე ერთი რაღაცა რა. ვიყავი დაკავებული სასულიერო ლიტერატურით. ჩემი მოძღვარი მოდიდა ხოლმე და მეუნეოდა, რომ ეძებე შენი თავი ყველგან. წიგნებში საკმაოდ ბევრი წიგნი წავიკითხე, მაგრამ ჩემი თავი ბევრგან ვერ ვიპოვნე. კინოებსაც რო უყურებდი ხოლმე ჩემი პატარაობაში. მინდოდა რომ ის კაი პერსონაჟი ვინც გამოდიოდა კინოში, ხო, მე ჩემი თავი მეპოვნა მასთან, მაგრამ ვერ პოვნულობდი. ყოველთვის სხვა ცხოვრება სიამოვნებდა მე იმ ადამიანს როცა უყურებდი, მაგრამ მე ვერ ვაიგივებდი ჩემ თავს იმასთანაც და საკმაოდ ბევრი წიგნი წავიკითხე იმისთვის, რომ მივხვდარიყავი მე ვინა ვარ. ერთ დღეს როცა გამეღვიძა, ოპერაცია გავიკეთე ციხეში რა და უკვე იმის დრო მომქონდა უკვე იმის დრო, რომ მეფიქრა ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს ჯანმრთელობაზე და დავიწყე ვარჯიში. უბრალოდ ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ერთმა მეგობარმა მომაწოდა ჟურნალი, აღარ მახსოვს ზუსტად სარკე იყო თუ გზა. და იქ ვკითხულობდი ესეთ რაღაცას, რომ ანი ლომინაძე გოგონა, პატარა გოგონა, არასრულწლოვანი, რომელმაც ხელფეხ შეკრულმა გადაცურა თურქეთში დარდანელის სრუტე. აი მაშინ დავფიქრდი ჩემ ცხოვრებაზე, საერთოდ რა მინდოდა ამ ცხოვრებაში რა. როცა ადამიანი მოინდომებს რაღაცას პატარაობიდანვე, შეუძლია მან თავისი კვალი ინდივიდუალურად გაყვალოს. ხო და დავიწყე მაგრამ უკვე სერიოზულად ფიქრი იმისთვის, რომ სპორტშიც მე რაღაც დონეზე წარმატებებს მიმეღწია. და მე მინდა ახლა დათოს ვკითხო ესეთ რაღაც. ანუ შევსაუბროთ სპორტზე. თუ სპორტის არა ტრადიციულ სახეობებზე, ასე ვთქვათ, რეკორდებზე. და რა სტატისტიკა გვაქვს საქართველოში? ანუ არის ბევრი დაინტერესებული ამ მიმართულებით? კი, საქართველოში ძალიან
საერთაშორისო იმით რო ავიღოთ მასშტაბით საქართველოში არის ერთ-ერთი მაღალი აქტივობა რეკორდების მხრივ. უკვე აღარ არის ის ტენდენცია, რომ მარტო სპორტული რეკორდები, რა ვიცი, ის კულტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები, მეცნიერება, ყველა სფეროში რაღაც უმაღლესი მიღწევა არის ისეთი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არის უნიკალური და ერთადერთი. და მინდა აღნიშნო ისიც, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით მოიმატა ამ აქტივობამ, რომ ეს ერთი ადამიანის გამოჩენა და ერთი ადამიანის რაღაც ესეთი წარმატება უკვე შემდეგ სხვა ადამიანს აძლევს სტიმულს რეკორდებზე ფიქრის და რაღაც საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე კიდე გადაბიჯების, იმიტომ რომ მან ნახა რაღაც სხვა ადამიანის წარმატება. ამაზე აი კუკურის მაგალითი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს мотивация, ერთი ადამიანის мотивация ბევრს უჩენს სხვას, ბევრ სხვა ადამიანს უჩენს იმ мотивациას, რომ საკუთარ შესაძლებლობებს გადააბიჯოს. ყავს როგორც ასაკოვანი რეკორდსმენები, ისე ახალგაზრდები, ეხლა წელს გქონდა პირველი სეზონი, ესე გავხსენით, ქუთაისელი თინეიჯერი, რომელმაც ეროვნული რეკორდი დაამყარა iPad-ზე ტექსტის აკრეფაში, თუმცა მსოფლიოში იყო რაღაცა უცადო. მსოფლიოში იყო მეორე შედეგი. გინესის მერე მეორე შედეგი. ანუ შენ ხარ ის ადამიანი, ვინც როგორც მე ვიცი, ვინც აღწერს ამ რეკორდებს, ასე ვთქვათ და ანუ შენს მიერ დაფიქსირებული რეკორდი აღიარებული არის მსოფლიოში, ხო? ანუ ეს რაღაც ერთიანი ქსელია, თუ აი სტრუქტურა რომ მოგვიყვე როგორ ხდება, ან როგორ დაგიკავშირდეს მაგალითად ადამიანი რომელსაც. ჩვენ დაარსების დღიდან საქართველოს რეკორდების ფედერაცია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკმაოდ ავტორიტეტულთან. ალტერნატიული რეკორდების წიგნია ჩვენი უპირველესი პარტნიორი, რომელიც გამოიცემა დიდ ბრიტანეთში და ეს არის გინესის მერე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა. არსებობს ასევე გინესის მსოფლიო რეკორდები და სხვადასხვა ეროვნული თუ მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაცია. ჩვენ ყველასთან გვაქვს ურთიერთობა. ფაქტიურად საქართველოში თამამად შემიძლია თქვა, რომ არ დარჩენილა საერთაშორისო ორგანიზაცია, არ გულისხმობ ისეთებს, რომლებსაც ფინანსური ურთიერთობა ჭირდება რეკორდის აღიარებლად, არ დარჩენილა ორგანიზაცია, სადაც არ აგვიღიარებია რეკორდი. ერთი ადამიანის რეკორდი რეკორდზე აღიარება გვეძლევა 2 და 3 ორგანიზაციიდანაც. თუ კი მაგალითად მე შემიძლია მაგალითად არ ვიცი 20 კომპუტის მოხუპვა ერთ წუთში და ამის დასაფიქსირებლად და ასაღირებლად საჭიროა რომ მე თანხა გადავიხადო თუ ეს როგორ არის სტანდარტული გზა არსებობს რომელთაც ყველა რეკორდსმენისთვის არის რეკორდის დამყარება უფასო. თუ ეს რეკორდის დამყარების ორგანიზება არ გულისხმობს იმას რომ თვითონ ის შოუ და რაღაც ფინანსური ისტორია ჭირდება აღიარება რომ რეკორდსმენის ტიტულის მოპოვება თავარია ქონდეს უნარი და უფასოა. თუ გაივლის სტანდარტულ გზებს არსებობს ახლა გინესაც აქვს და სხვა ორგანიზაციებსაც დაჩქარებული წესი 3 სამუშაო დღეში ან თუნდაც უცხოელი მსაჯის მოწვევით რო ადგილზე დაგიფიქსიროს, თუმცა ჩვენ სტანდარტული მორთვიან და სამთვიან გზას გავდივართ და ჩვეულებრივ აღიარებას ვიღებთ. ისე კუკურიზე რომ გადავიდეთ და უბრუნდეთ. ამასობაში მე შემოგთავაზებთ აი ამ მარაჭულ კომპოტს, რომელიც ტრადიციულად გვაქვს ხოლმე. ეჯომფთელია და ამჯერად პაატას კომპოტი გვაქვს. აი ეს კუკური შენც ხო ალბათ კი არა და დავით დაუკავშირდებოდი იმის რომ შენი რეკორდი დაგეფიქსირებინა. შენ ფაქტობრივად 4ჯერ შეძელი რომ რეკორდსმენი გამხდარიყავი, ხო? აი წეგან საუბრობდი რომ შენი ძირითადი мотиваტორი ვინც იყო, რატომაც ეს დაიწყე და აღმოაჩინე შენი თავი, იყო ეს ცურავი გოგონა, ხო, ხელფეხშეკრული. და მე ჩვენ ვიცით კიდე რომ შენ გააკეთე ამ ბოლო ხანებში საშუალებლობის დაწესებულებაში პრეზენტაცია გაიღიმე ცხოვრება გრძელდება, ხო, ესეთი. აი რა გინდოდა რა ეს მესიჯი სადამდე გინდოდა რომ მიგეტანა? აი პირველ რიგში მინდოდა ჩემ თავს შემოვძახე ამ ხალხთან ერთად რომ გამეღიმა ცხოვრება გრძელდება და რატომ მოვიყვანე წეგან ანი ლომინაძის მაგალითი რომ იმ ადამიანმა ხელფეხშეკრულმა გადაგააკეთა ის შეუძლებელი რაც ბევრისთვის სტიგმატური შეხედულებას აყალიბებს ადამიანში იმისთვის რომ მე მეუღებელი ვარ საზოგადოებისთვის გარეთ. ზუსტად ეგ მინდოდა დამენახვებინა იმ ადამიანებისთვისაც ვინც იქ ესწრებოდნენ ჩემი მეგობრები მე არა მარტო იმ პრეზენტაციის გამოხატულებით არამედ სიტყვერათაც მიმართ იქ ადამიანებს და უთხარი რომ არ არის მთავარი სად ხარ მთავარი არის ის რა გინდა შენ და უნდა ვეცადოთ რომ აი მე მაგალითად ვიტყვი სულ პირველი რეკორდის დამყარება რომ მინდოდა გარკვეული პრობლემები მექმნებოდა სადღაც 7-8 თვის მანძილზე მაინც
დათოს გვერდში დგომით იმას ასე რომ ვთქვათ. ეს რა პრობლემის გადალახვა მოგიწია ეს გეტყვით ეხლა უარს გვეუბნებოდა საბჭოთა ხშულების დეპარტამენტი, იმ დროინდელი ძველი რეჟიმის დროინდელი დეპარტამენტი ამ რეკორდების ფედერაციის შემოყვანაზე და იძახდნენ რომ რაღაცა ძალიან გრძელვადიანი პროცედურები იყო გასავლელი. რაც ამ მთავრობის მოსვლის პერიოდში უკვე აღარ შეგვქნია რა და ბატონ დავით ბეგიაშვილს რო უკავშირდებოდი ხომ 1-2 ხელი ჩავიქნიე და უთხრა რომ მეთქი არა უშავრე რა ბოლო-ბოლო როდესაც ხო გამოვალ აქედა და მე გარეთ გავაგზავნოთ მაგრამ ადამიანმა მითხრა რომ არა რას ქვია გარეთ გამოხვალ ხვალე შეიძლება ექტითი სულაც მოგტყდეს და ვეღარ გააკეთო მე რა ვქნა ჩვენ საწავიღოთ ის შენი ყოფილი მიღწევა ის ოფლი რაც დაღვარე და აი ეს დავინახე რა ის გვერდში დგომა თანადგომა რაც დღეს საქართველოში სპორტსმენებში ნაკლებადაა და ის გზავნილი იყო ზუსტად ეგ რომ გაიღიმე ცხოვრება გრძელდება თან მალე გამოვდიოდი და ნუ ის პრობლემები შეიძლება გარეთ უფრო მეტი შემხვდეს ვიდრე იქ შიგნით შემხვდა მაგრამ ეს შეიძლება ყოველთვის ამხოლმე ჩვენ რეკორდსმენები ყავს ისეთი რეკორდსმენები რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უნიკალურ რაღაცებს აკეთებენ მაგრამ გამოვაყოფ ხოლმე კუკურის შედეგებს ანალომინადის შედეგებს რომ ერთადერთი ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი ქალია და თემო დადიანი ჯარისკაცი რომელსაც ორივე ფეხი ავანჩებს დაკარგული იმან მისცა ბევრს მოტივაცია თავისი მსოფლიო რეკორდით და მთელმა მსოფლიომ გაიცნო. ამის ინტერესი არის ძირითადად მოტივაციაზე დაფუძნებული მოტივატორია სხვებისთვის და ამ ჩვენ გქონდა კიდეც საუბარი და იმ რეკორდებს რასაც ამყარებს არ ფიქრობს რაღაცა იმ შედეგების აღიარებაზე და შემდგომ რაღაცეებზე ის უბრალოდ ამის მიზანია რომ რაღაც ვიღაცას დაანახოს გაუჩინოს მოტივაცია სპორტული ცხოვრების საკუთარი მიზნებისკენ სწრაფვის და რაღაც კარგის საქმის კეთებისკენ. კუკურის მინდა ვკითხო რა რატო გაგიჩნდა იდეა რომ მაგალითად შუა თითზე აზიდვები გეკეთებინა ეს რაღაც პრინციპში ყველა რეკორდი რაღაც წილად უცნაურია მაგრამ აი ეს უსეთი იოგას პოზაში რეკორდები ის სადმოგვდედა ხოლმე იდეები ხო მე ერთი ესეთი ადამიანი იყო მე დათოს რო დაუკავშირდი ჟურნალში ვნახე სანამ ანი როგინაძეს ვნახავდი გაზეთი იყო ქრონიკა თუ არ ვცდები ვიღაცა ჩინელი პიროვნება ფული ვანგინი 39 წლის ბოდიშით წერდა რომ მე 12 აზიდვა გავაკეთე ერთ თითზე და ამისთვის დამჭირდა სადღაც 32 წელიწადი ვიძახი კაცო ეს ერთ თითზე დაჭირვა ამ სოფელ კაცს რამდენჯერ ყოფილა ისეთი რაღაცა თითებით აი ბევრჯერ წავჭობი ვარ მიწაში ხო სოფელში გაზრდილი ბავშვი ვარ და არასდროს არ მომტეხია მეთქი ცადო და დავიწყე ვარჯიში და ამასობაში ისე შევეშვი ამ ვარჯიშს რომ მართლა დავდექი ერთ თითზე და იმაზე მეტი გავაკეთე ვიდრე ეს და ანუ ის ვიღაცა ფული ვანგინი რომელიც თუმცა საერთოდ არ არსებობს ეს პიროვნებაა რა ეს ფული ვანგინი შეიძლება ბევრი იყოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რეკორდი არ ქონია მას ეს დაფიქსირებული და ეს ადამიანი იყო უბრალოდ ინტერესი გამიჩნდა რა ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი არა აქვს ადამიანის შესაძლებლობების და თუ ქნა ერთმა რატომ არ შეიძლება რომ ქნას მეორემიც ხო იგივე როცა ამყარებდა ეს რეკორდს კუკური საშახსოვრებით დაწესებულებაში შიგნით ხო და დანარჩენი მსჯავრდებულების დამოკიდებულება როგორი იყო კუკურის მაგალითი მართლა ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ რომ გულშემატკივრობა შიგნითაც ხედავდი და გარეთ კიდე საზოგადოების განამხელა მხარდაჭერა იყო ისიც ზუსტად ვიცი და ეხლა მაგალითებს ჩამოვთვლი რამდენჯერმე როცა შევედით იმ საჯარო პირველი რეკორდი დავამყარეთ ისე რომ ჩაკეტილ სივრცეში გავაკეთეთ რადგან დირექტორის კაბინეტში ხო რაღაც ისე გავაკეთეთ რომ რა პირველი ჩაულებრივ ჩაიარა და მე ის ამ პოპულარობამ და ამ რეკორდის ასე დიდმა ინტერესმა გამოიწვია ის რომ მე გადავწყვიტეთ უკვე მეორე რეკორდი ჩავატარეთ ციხის ეზოში სადაც პატიმრები ესწრებოდნენ გულშემატკივრობდნენ იმათი გულშემატკივრობა ეხლაც მახსოვს და ყოველ შემდეგ რეკორდზე მე იქ ის ბიჭები გავიცანი კიდეც და ძალიან ისე გულშემატკივრობდნენ რომ როგორღაც გამოაჩინეთ და უკვე ეს ამას მიიჩნევდნენ საკუთარ წარმატებად კუკურის წარმატება იყო მათი წარმატება და ბოლო შეხვედრაზე აი კიდეც ვთქვი რომ სადღაც 500 ადამიანამდე ალბათ არ გადავაჭარბებ რო თქვა რომ დაესწრებოდა და ძალიან დიდი ჩართულობა იყო იმ შეხვედრაზე რა 500 ადამიანი თვითონ თავის სურვილით გამოვიდა თუ აი მაპატიჟე თავის სურვილით და მე ყველა მისთან საშუალება იყო აი პირადად საუბრობდით აინტერესებდათ ეს ყველაფერი იმიტომ რომ კუკურის მაგალითმა ბევრს გაუჩინა ის მოტივაცია არა მარტო ის ზოგს სპორტული ინტერესიც აქვს და ეწეგანას თქვი რომ ბევრი მიკავშირდება უკვე რამდენიმე ადამიანი ყავს რომელსაც ციხეში აქვს გადაწყვეტილი რეკორდის დამყარება და ესეც მალე იქნება მაგრამ ვისაც შეიძლება სპორტული ინტერესი და ის შესაძლებლობებიც არ აქვს იმისთვისაც კი მნიშვნელოვანია ეს კუკურის წარმატება იმიტომ რომ ამ ერთი მსჯავრდებულის წარმატებამ მთლიან ქართულ ამ პენტენციურ სისტემას ხო გაუთქვა სახელი მსოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა რო ციხეში ადამიანს რეკორდი დაემყარებინა თან ესეთი სირთულიც არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში აქამდე არ ვიცით და თითოეული პატიმრისთვის ეს იყო წარმატება, იმიტომ რომ საზოგადოების იმ ნაწილმაც კი რომელსაც ის პატიმრები რაღაც სხვა საზოგადოებისგან გარიყულად მიაჩნდა, ის გააჩინა ურთიერთდამოკიდებულება
ითვლება რომ აი ციხეში რომ ადამიანმა რეკორდი დაამყარა ისიც იქაც რაღაც დადებითი ბევრს ჰქონდა ესეთ შეხედულება და ეს გაუჩინა რომ დადებითი მიზანი იქაც აქტიურად დადებითი მიზანი აქვს ბევრს და ყველაფერს აკეთებს რომ ეს თავისი რაღაც დადებითი შესაძლებლობები გამოაჩინოს. მე რო პირველი რეკორდი მოხსენეთ, ძალიან ბევრი ადამიანს უნდოდა იმ რეკორდზე დასწრება. ძალიან ბევრი ადამიანს, იმიტომ რომ მე ციხეში თითქმის იმ დროს 6 წელზე მეტი მქონდა გატარებული, პირველი რეკორდი რო დავამყარე და ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა უკვე საზრდასრობის დაწესებულება, მაგრამ რატომ ვერ მოახერხეს იქ მოსვლა, იმიტომ რომ მე მაშინ ვიყავი დაკეტილი დაწესებულებაში და შემდეგი რეკორდები როცა დავამყარე უკვე ვიყავი ღია ზონაში. ანუ შემეძლო იქ თავისუფლად გადაადგილების უფლება მქონდა. მე რო რეკორდი მოხსენე და ციხეში რო დავბრუნდის უკვე შევედი დაწესებულებაში და დამხვდნენ პატიმრები, გამომართვეს ეს სერტიფიკატი, დააქსეროქსეს და კედელზე მიაკრეს კონკრეტ ჩემი მეგობარია ერთ-ერთი. მე მივედი და მოხსენე, მეთქი რას აკეთებ? რა უნდა მეთქი ჩემს სერტიფიკატს, რომ შენ ამათ დაანახე ჭეშმარიტი გზა. ჯავდებულებზე მაქვს სიტყვა, მაგრამ არის კიდე ერთი რაღაცა მომენტი. როცა იქ ადამიანები ზიანი ხეთ ამინისტიას რო იღებდნენ რა, კანონზე რომ მიდიოდა იქ რომ იქ ისე გამოვა, მკვლელი გამოვა, ყაჩაღი გამოვა, ქურდი გამოვა და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ხარ ყველას ერთ ქვაბში ხარშავდნენ. და ეგ იყო ერთ-ერთი იმის გამოხატულება, რომ იქ ვინ შემოვიდა და ნახავდნენ და უნდა იცოდნენ რომ ციხეში მარტო არ ზიან ის ადამიანები, ვისთვის შეიძლება საზოგადოებისთვის მიუღებელი იყოს. აი ეს ესეთი საერთოდ სტიგმა არსებობს და ძალიან უშლის მე ადამიანს ხელს რესოციალიზაციაში და საერთოდ ცუდი არის რომ ჩვენმა საზოგადოებამ ხშირად არ იცის სასჯელის მიზანი რა არის, ანუ ყველას გონია რომ სასჯელი ეს არის რაღაცა შურისძიება დამნაშავის მიმართ და ამ დროს სასჯელის მიზანი არის რომ ადამიანს დაეხმარო, გაიაზროს დანაშაული და გამოვიდეს გარკვეულწილად ამ დანაშაულისგან თავისუფალი. და ეს ამ სტიგმის დაძლევა არის ზუსტად მე გეთანხმები ამაში და ძალიან კარგია ის რომ შენ თავზე აიღე ეს ამხელა ტვირთი რომ ერთის მხრივ იმ პირობებში მოძებნე შენ თავში ძალა გაგეულო ეს გზა, მეორეს მხრივ ვცდილობ რომ უკვე თავიდან დაიწყო ცხოვრება და თუნდაც ეს აჩვენო რომ შენ ხარ ჩვეულებრივი სრულფასოვანი წევრი საზოგადოების იმის მიუხედავად თუ რა გადახდა. და აქვე მინდა ეს მეორე კითხვაც დავსვა რა, გარდა იმისა რომ დავუშვათ კმაყოფილებას განვიცდით და ცხოვრებაში ეს სასიამოვნოა როცა რაღაცა სხვაზე უკეთ აკეთებ. ან თუ არის აქვს ამას მომავალ გეგმებზე რო ვისაუბროთ, ან რაღაც გამოხატულება. ანუ თუ გეხმარება ეს რეკორდსმენობა გარდა იმ ყველაფრის არაც ვისაუბრეთ, რეალურად შენ ცხოვრებაში. ეს კი, მე ახლა ერთი სიტყვი რაში მეხმარება და მე მეორესაც გეტყვი, ჯერ ელემენტარული მე არ მინდა რომ იოგას პროპაგანდა გავაკეთო ახლა აქ, მაგრამ იოგას ვარჯიშობ და საკმაოდ ბევრ ამაში შეიძლება დამეხმაროს მე იოგას ვარჯიშები, სხვა უკვე მე მინდა რომ ძიუდო ყველა მიცის ძიუდოს მინდა რომ გავყვე და ძიუდოში მინდა რომ წარმატებას მივახციო და ოლიმპიური ოქროს იმედი მაქვს. ანუ პროფესიულ სპორტში პროფესიონალურ სპორტში მინდა და არ მინდა რომ ეს ამოყვარულ დონეზე რაღაცა მაგალითად გართობის სახე მივცე მარტო ჩემს ცხოვრებას რა, მინდა რომ ოლიმპიური ოქროთი დავუმშვენო ჩემი კერდიც და ასევე ქვეყნის სახელიც. მე სანამ გავთავისუფლდებოდი და მანამდეც კი მამაჩემთან ბევრი იყო მისული და უთქია რომ ის ბიჭი არიან ჩემთან სოფელში ცხოვრობენ ბავშვები, ვარჯიშობენ, ძიუდოს მიყვება, ზოგი ბოქსს მიყვება და სპორტით არიან დაკავშირებული. და მთეული ხალხი ხო იცი მთეულური სისხლიჩქებს და უფრო სოფელში ეგ არის ძლეოსნობა უფრო მეტად და მისულან და ემ ბიჭმა ციხეში ამდენ შეძლო და ჩემი ბიჭი კიდე აქ არის და 8 წელია ვარჯიშობს და ჯერ ვერაფერს ვერ მიაქციაოდა. იქნება რომ გამოვიდეს გვასწავლოს ეს მეთოდი რანაირად აკეთებს ამ ყველაფერს და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბავშვია რა და იკარგება, მართლა იკარგება იქიდან გამომდინარე რომ მაგალითად არ ყავს ელემენტარული გზაზე დამყენებელი, არ არის, ფინანსები არ არის მარტო პრობლემა რა. კაპიკიანი არ დამხარჯვია, მე მაგალითად აი ეს დღეს ვინც ვარ და აი აქ როზი ვარ, აი ამ გზამდე მოსულიყავი. აი ეს ადამიანი მედგა გვერდში და მეგობრულად მედგა გვერდში. ანუ მარტო ფინანსები არ არის. თავარია სწორი გზა იპოვნო, როგორ უნდა მიუდგე, ხო? ბევრს გონია რომ აი მე ფული არ მაქვს და ვის რაში ვჭირდები და მე ეგრე მეგონა მართლაც და ამ ადამიანმა მე ამ ადამიანს უთხრა მეთქი პატრონი არ მყავს. და მაგიტომ არის რომ მე არ მაძლევ იმ საშუალებას რომ თქვენ აქ შემოხვიდეთ და აი ეს რაღაცა სპორტული მიღწევა დამეფიქსირებინა, მაგრამ რაც ქვია პატრონი არ მყავს, იყო ამ ადამიანისგან და ის ჟილკა რომ დავინდა, კაი მაშინ შენ თუ შეძლებ შეძლებ, მე აქ ბრძოლას ვანებებ თავს, მაგრამ მე რომ დაურეკე რამდენიმე ხნის შემდეგ მითხრა თავი ხوار დაანებე, მალე შემოვდივარ მითხრა და გავაგზავნე ვარჯიში. და დათოს რეკორდსმენია რა. მე და აი ხა ამ კითხვითვე გადავიდე დათოსთანაც, გარდა იმისა რომ დავუშვათ ხარ ფედერაციის პრეზიდენტი და დამყარებული გაქვს ასევე რეკორდი, რა მოგცა ამ რეკორდმა გარდა თვითონ ამ
პირადი мотиваციისა და ძალიან ისეთი მოსაზრება ახლა რომ რეკორდსმენს ფინანსური მატერიალური ანაზღაურება აქვს, ფინანსურად კეთილდღეობა ამ რეკორდების კუთხით, მაგრამ საქართველოს ჯერჯერობით არ არის ეს ერთეულები არიან ის სხვა ქვეყნებისაც ეს სფერო ბიზნესად არის ქცეული და განვითარებულია. საქართველოს ჯერჯერობით არის ის, რომ შენ მიზანს აღწევ და პერსპექტივა გიჩნდება, რომ სამომავლოდ დაფასდება ეს სპორტი და რაღაც შენ ამ სპორტი არა ნებისმიერი რეკორდით რაღაც შენ ცხოვრებაში ადგილს დაიმკვიდრებ, თუნდაც ფინანსურად და თუნდაც სპორტის კონკრეტულ სახეობაში. მაგრამ მე ის მომცა, რომ გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი უკვე აღარ უყურებ ამ საქმეს როგორც რეკორდები, ანუ ეს არის ჩემთვის უცნაური და რაღაცა ისეთ განსაკუთრებული ნიჭის და უნარის მქონე ადამიანებთან ურთიერთობის გზა და უკვე ჩემთვის სიამოვნებაა და არ უყურებ საქმიანობის სფეროთ, რომ მე რო ვიღაცას ვაკავშირებ ამ მოხელებთან და აღიარებას სოფლიო მასშტაბით ვიღებთ და უკვე რეკორდსმენებიც ესე არიან, რომ უკვე აღარ არის საუბარი იქ ანაზღაურება იქნება, არ იქნება. თავარია რომ საქართველოს სახელი გავიდეს სოფლიო მასშტაბით და იქიდან მიიღოთ აღიარება ამ კონკრეტულ რეკორდზე. ბოლო კითხვა მინდა დავუსვა დათოს, ანუ შენ თქვი რომ ამას არ აქვს ფინანსური, ასე ვთქვათ, ეკვივალენტი ავტომატურად არ მოდის და მაგრამ სხვა ქვეყნებში არის ეს გარკვეულწილად და რამდენად გვაქვს შანსი რომ დავუშვათ აი ეს სფერო ვაქციოთ ბიზნესად, ანუ რაღაც ავაწყოთ სტრუქტურა, რომელიც შანსი არის. უბრალოდ მე მგონია და მე მიმაჩნია ესე რომ ცნობიერების ამაღლება საჭირო თუნდაც კომერციულ სფეროში და სამთავრობო ეშელონებშიც ალბათ, იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა რომ მოწესრიგდეს და კომერციულ სფეროს მიეცეს საშუალება რომ კონკრეტული ამ სპორტში ფინანსების ჩადებით რაღაც შეღავათები დაუწესდეს თუნდაც საგადასახადო სისტემაში ელემენტარულ მაგალითს ვამბობ, რომელიც უცხოეთში კარგად მუშაობს, ეს შეიძლება გამოსწორდეს და არის კიდე ინტერესი იმის, რომ პირდაპირ არ არის პრობლემა საკანონმდებლო სფეროს რო თავი დავანებოთ, შეიძლება ნებისმიერი კომერციული დაწესებულება ორგანიზაცია რეკორდსმენს სერიოზულ თანხებს უხდის იმისთვის, რომ თავისი პროდუქცია გაარეკლამოს. და უცხოეთში კარგად მუშაობს. შოუ მოაწყოს და უცხოეთში მუშაობს ისეთი რეკორდები, რომლებიც ქართულ შესაძლებლობებთან და უნარებთან შედარებით ძალიან დაბალ საფეხურზეა რა და ეს სფერო რომ საქართველოში ესე განვითარდა, ესე განვითარებას წარვამბობ ნახევარზე მივიდეს რაც უცხოეთშია, ძალიან კარგად იქნებიან რეკორდსმენებიც, ქვეყანას და ის სპონსორიც, რომელიც ამ სფეროს დააფინანსებს. მე მინდა ერთი ბოლოს დავძინო ერთი რაღაცა, რომ აი რაც ბატონი დავითი საუბრობდა, ეგ არის დამოკიდებული არა მარტო ჩვენზე სპორტსმენებზე, ეს უნდა გაითვალისწინოს და გაიაზროს თვითონ ქვეყანაში, ქვეყნის მმართველობამ. ჩვენ ყველანი, ვინც ვართ საქართველოში, ერთი კაი ადამიანის ნათქვამია რა, საზღვარგარეთ ვართ ჩვენი ქვეყნის ელჩები. ჩვენი ქვეყნის სახელი მთავარია რომ გავიტანეთ ქვეყნიდან გარეთ და იმ ადამიანებს დავანახეთ რომ ჯანსაღი მოქალაქეები ვცხოვრობთ არა მარტო ქვეყანაში, კიდე პატარა ქვეყანაში, კიდე პატარა ქვეყანა როა ციხეში, საძილახსვლების დაწესებულებაში. მე ვფიქრობ რომ იმაზე მეტი გავაკეთე ვიდრე ბევრი ელჩი გააკეთებდა ჩემი ქვეყნისთვის მაგალითად ხო იმას შეიძლება ერთობა წაართვან მაგრამ მე დიდი ხანი დავჭები ჩემი ქვეყნის ელჩი წარმატებული ჯანსაღი მოქალაქის სახით სხვა ქვეყნებში ძალიან დიდი მადლობა ერთი სანამ ტორეს მოდი არ ვთხოვოთ ეხლა ის ყავს ახლა რეკორდსმენია და ეს პატარა მაი როგორც შევძლებთ რომ ეს ჩვენ სტუდიაშიც ახლა პატარა სივრცე გვაქვს მაგრამ მგონი რამენერად მოვახერხებთ რომ ეს რაც მასტერ კლასი რო ჩაგვიტარო მე არ ვიცი რამდენი შევძლებ ან ტორეს არა ცოტა გავიმეორეთ იგივე მაგრამ ამ შემთხვევაში აი იპადზე შეიძლება გავაკეთოს. ახლა ერთი ძე ამჟამად ვერ დავდგები, მაგრამ შემიძლია გავაკეთო აი ეს ბოლოს იოგას პოზაში რაც გავაკეთე რა, იმიტომ რომ იმას ცოტა მომზადება უნდა 4 დღის გათავისუფლებული ვარ და აი უკვე რამდენიმე დღეა რომ თან ისე და შემიძლია ის იოგას პოზაში გავაკეთე იმას მიკროფონს ბოდიში ხა ძალიან შთამბეჭდავი იყო და მე სად მინდა ურჩიო ჩვენს ბიზნესს რომ დაინტერესდეს ამ ნიჭიერი ადამიანებით და მართლა შეიძლება მე ვთქვი რომ აქედან ძალიან შესანიშნავი შოუები მივიღოთ და არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ უკვე ქვეყანამ გაცილებით ფართო მასშტაბით გაიტანოს თავისი სახელი და თავისი სპორტსმენები. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და მოხვედით და დრო დაგვითმეთ. აი იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევთ და
ასეც იქნება დარწმუნებული. ხო, იმედია ახალ რეკორდებზე მოვალთ ხოლმე, ან თქვენ მოხალთ ხოლმე აწი და მე იმედი მაქვს და მგონია რომ როგორც ეს ჩვენ მივიღეთ დღეს ბევრი мотиваციის იმპულსი, როგორ შეიძლება ძალიან პატარა დახურულ სივრცეშიც შენი თავი განავითარო და გაარღვიო რაღაც ეს ბარიერები. ხო, ეს როგორ ეს ჩვენი მაყურებლებით, გასულთან ახალგაზრდებით, მგონია რომ ცოტა მეტად დაიჯერეთ. მოინდომებენ, რომ რეკორდები თუ არა, ესე ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრა და ეს თავის თავზე მუდმივად იმუშავა. იმედი მაქვს რომ პირველად არ მოვალ შემდგომში უფრო ქვეყანაში აღიარებულ პოპულარულ შოუში, რომელსაც მარტო ჩემ ადგილზე დაждდება ძალიან ბევრი ადამიანი და მე დიდი იმედი მაქვს საქართველოში ძალიან ბევრი ენერგია წყვილად იხარშება და სწორად გამოიყენებენ. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ჩვენ მაყურებლებს და ჩვენ Facebook გვერდზე პროვინციელი შეგიძლიათ მოგწეროთ და გთხოვთ რომ მოგწეროთ აი ეს საინტერესო ადამიანები თავიანთ საქმეში რეკორდსმენები და ჩვენ აუცილებლად დავპატიჟებთ ან მივათ მათთან და აუცილებლად მოგიყვებით და ბევრს ვეტყვით, იმიტომ რომ ბევრს გადასდონ რაღაც იმპულსი კეთების. დროებით.